მართლმადიდებლები ფერიცვალებას აღნიშნავენ თაბორის მთის სასწაულის შესახებ სპექტრი გიამბობთ. როდინაულსა და სვირში საგზაო ინფრასტრუქტურა ეწყობა 8 მილიონიან ინვესტიციას მუნიციპალური განვითარების ფონდი ასრულებს წლის ყველაზე მასშტაბური პროექტის საინფორმაციო გამოშვებაში. სექტემბერში ზესტაფონლებს თანამედროვე სტანდარტების კეთილმოწყობილი საცურაო აუზით სარგებლობის საშუალება ექნებათ. მრავალფუნქციური ობიექტის მშენებლობა 3 თვეა მიმდინარეობს. რა ხდებოდა ზესტაფონში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გაზეთ ზესტაფონის მოამბის ახალი ნომერი მკითხველებს მთავარ ამბებს ამცნობს. აგვისტოს მაცხოვრის ფერიცვალება აღინიშნება. 12 უდიდეს დღესასწაულთაგან ერთ-ერთი, როცა თაბორის მთაზე იესო ქრისტემ 3 მოწაფის პეტრეს, იაკობისა და იოანეს წინაშე ფერი იცვალა და თავისი ღვთაებრივი დიდებულება აჩვენა. მისი სამოსელი გაბრწყინდა, ვითარცა მზე და ნათელი ქმნა. იერუსალიმში ყოველწლიური ხილული 3 სასწაულიდან ერთი სწორედ 19 აგვისტოს ფერიცვალების ღამეს ხდება, როცა თაბორის მთაზე ღრუბელი მოდის. მოგილოცავთ ფერიცვალების დღესასწაულს. დღეს არის ძალიან დიდი დღესასწაული. მაცხოვარმა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ ფერი იცვალა, მთაზე აიყვანა თავისი მოციქულები და აჩვენა მათ თავისი ღვთაებრიობა. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უფალი ნაბიჯ-ნაბიჯ გვასწავლის, ჩვენ ეკლესია, დედა ეკლესია გვზრდის და თავის დროზე ჩვენ ვიხილავთ უფლის მეორეთ მოსვლას. ეს არის ახალებიდან სიტყვები, მოველი აღდგომას სამკვირეთი დაცხოვრებასა მერმისამი საუკუნესას. როგორც მოციქულებმა მაცხოვრის ღვთაებრიობა იხილეს, ასევე კაცობრიობა იხილავს უფლის მეორეთ მოსვლას. მთელ საქართველოს ულოცავ ამ საეკლესიო დღესასწაულს. მართლა ყველანი კარგად ამყოფოს და ბედნიერ და სიხარული გქონდეთ თავიანთ ოჯახებთან. მარხვის გამო ეს დღე თევზით ხსნილია. ფერიცვალების საზეიმო ლიტურგია ტაძრებში კი ყურძნისა და ხილის კურთხევით სრულდება. მონაზონმა სოფიომ წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ნაკურთხი ხილი ქუჩაში გამოიტანა და ზესტაფონლებს ფერიცვალების დღესასწაული ამ ფორმით მიულოცა. დღეს იყო ფერიცვალება და ამ დღეს არის ეკლესიურად ხილის კურთხევა და ნაკურთხი ხილი ყველას უნდა შეხვდეს და ეს ნაკურთხი ხილი ვინც მიიღებს ამ ნაკურთხ ხილს სიამოვნებას მიიღებს, რწმენაში გაძლიერდება და უფალ შეიყვარებს და მინდა რომ ყველამ შეიყვაროს უფალი. ძალიან არა, მთელ ქალაქში არა, აი აქ ახლობლებში, სადაც გავწვდები. თორე ისე კაი იქნებოდა მთელ ქალაქში რომ დაგვეტარებინა ასეთი ნაკურთხი ხილი. მუნიციპალური განვითარების ფონდის მხარდაჭერით ზესტაფონში მასშტაბური საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა ხორციელდება. ფონდის დაფინანსებით 2 მნიშვნელოვანი პროექტი მიმდინარეობს. ეწყობა ზესტაფონი როდინაულის დამაკავშირებელი გზა, რომელიც 14 კილომეტრს შეადგენს. პროექტის ღირებულება 4.300.000 ლარზე მეტია. აღნიშნულ ობიექტზე აღდგება მიწის ვაკისი. გზის ზედაპირი არმირებული ბეტონის საფარით დაიფარება. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში ასფალტო ბეტონის საფარით მოეწყობა მდინარე ყვირილაზე არსებული ხიდი. შეიცვლება დაზიანებული მოაჯირები და აშენდება საყრდენი კედელიც. ადგილობრივები როდინაულის ზესტაფონის გზის პროექტს საუკუნის პროექტად აფასებენ და დასძენენ, რომ ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა მნიშვნელოვნად უშლის ხელს სოფლიდან ხალხის მიგრაციას. დაახლოებით 2 თვე ცოტა მეტი არის, რაც დაწყებულია სამუშაოები და წარმატებით მიმდინარეობს. არის ძალიან სწრაფი ტემპით მიდის დღესდღეობით სამუშაოები. მოსახლეობა კმაყოფილია, რა თქმა უნდა, კმაყოფილებას გამოთქვავს როგორც ცენტრალური ხელისუფლებისა, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიმართ. პროექტი, რომელიც დღესდღეობით კეთდება ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, ადმინისტრაციულ ერთეულებში და განსაკუთრებით როდინაულში, ეს არის ალბათ საუკუნის პროექტი.
მსგავსი არასდროს არ გაკეთებული. არის ძალიან მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანი იმ კუთხითაც არის, რომ მოსახლეობა, რომელსაც არ ქონდა გაზი, არ ქონდა ელექტროენერგია, არ ქონდა წყალი, არ ქონდა გზა, იცლებოდა დროდადრო მიგრაციას განიცდიდა სოფელი. დღეს კი მოსახლეობა ისეა განწყობილი, უკვე შემოbrunების გზაზეა დიდი თუ პატარა. ასე რომ სოფელს დღესდღეობით დაცლა აღარ ემუქრება. რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო როგორც საუბრიშე ცენტრალურ ხელისუფლებას, ადგილობრივ მუნიციპალიტეტს, იმ კომპანიას, რომელიც ასე წარმატებით ასრულებს ამ სამუშაოებს. აქტიურ ფაზაშია შესული მეორე სვირის სადგურის სვირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობაც, რომლის ღირებულება 3 მილიონ ლარამდეა და რომლის ფარგლებში 7 კილომეტრიანი სავალი გზის მონაკვეთი ეწყობა. სვირის საავტომობილო გზა ბეტონის საფარით იფარება. მისი სიგანე 6 მეტრს, სიმაღლე კი 18 სანტიმეტრში ადგენს. სამუშაოებს კომპანია ინდიკო ახორციელებს. ეს ობიექტები ზესტაფონში არის ყველაზე მასშტაბური ობიექტები, სადაც მიმდინარეობს გზის რეაბილიტაციის სამუშაოები, ახალმყოფებით სვირის მეორე სვირის სადგური, სვირის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის სამუშაოებზე. აღნიშნული მონაკვეთია 7 კილომეტრიანი მონაკვეთი. როგორც ხედავთ, უკვე დაიწყო ბეტონის დაგება, მიმდინარეობს ბეტონის დაგება. მოვინახულეთ აგრეთვე ზესტაფონი როდინაულის გზა, რომელიც შეადგენს 14 კილომეტრს, სადაც მოწყობილია ფუძე და მიმდინარეობს სამუშაოები ინტენსიურად და უახლოეს დღეებში დაიწყება აგრეთვე უახლოეს მომავალში ბეტონის საფარის მოწყობა. კეთდება ძალიან მაღალ დონეზე, ფინანსდება მუნიციპალური განვითარების ფონდიდან, დონორი ორგანიზაციებიდან, მიმდინარეობს საკმაოდ მაღალ დონეზე და ძალიან შეუმსუბუქებს ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილებას. ორივე პროექტის საერთო ღირებულება 8 მილიონი ლარია. გზების მშენებლობა კი 2017 წელს უნდა დასრულდეს. რამდენიმე კვირაში ზესტაფონში მეხუთე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე მრავალფუნქციურ კორპუსში საცურაო აუზი ამოქმედდება. მის ექსპლუატაციაში შესვლამდე კი ობიექტის ევროსტანდარტების დონემდე მისაყვანად ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის რეალიზაციაზე შეპესე ბლექსი მუშაობს. მისი მიხედვით დაგეგმილია, რომ მრავალფუნქციური შენობა 6 სართულზე უნდა განთავსდეს. 3 საცურაო აუზითა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსისათვის დამახასიათებელი ინფრასტრუქტურით, რომელსაც დამატებით სხვა დატვირთვაც ექნება. ობიექტზე სამუშაოები 3 თვის წინ დაიწყო. მრავალფუნქციური შენობა არის, რომელიც აუზები არის 3 აუზი, დიდი, საშუალო და პატარა. სექტემბერში ვაპირებთ, რომ გავუშვათ ეს აუზი. თუ ხელი არაფერმა შეგვიშალა, რა ვიცი, ახლა მინდა რომ გავუშვათ საერთოდ. მაღლა იქნება ფიტნესი, ყველანაირი კომპლექსი სავარჯიშო, სასტუმრო იქნება და რა ვიცი, კიდე სხვადასხვა ბავშვთაბაღი, ცეკვიცრე და ყველაფერი გვექნება. მაღლა იქნება პატარა სტადიონი კრემბურთის, რასაც ქვია. რა ვიცი, ახლა ცდილობთ, რომ ყველაფერი დიდ სტანდარტზე იყოს და ხალხიც მოვიდეს და დაინტერესებული იყოს. სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის მშენებლობა ზესტაფონში კერძო ინვესტიციის შედეგად ხორციელდება, რასაც ადგილობრივ ხელისუფლებაში განსაკუთრებით პოზიტიურად აფასებენ. ზესტაფონში უკვე წლების განმავლობაშია საცურაოზე აღარ ფუნქციონირებს, როგორც მოიხსენებათ, საცურაო აუზი იყო ფეროს მიმდებარე ტერიტორიაზე, მაგრამ ამორჩეულია და გამოსულია მწყობრიდან და შესაბამისად დაგეტილია. მოთხოვნა იყო ძალიან დიდი. მოსახლეობა ითხოვს, რომ კონდეს სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი და რაც აუცილებელია ნებისმიერი რაიონის, ნებისმიერი ქალაქისთვის. შესაბამისად გამოჩნდა ინვესტორი მეწარმე, რომელმაც გამოთქვა სურვილი, რომ ზესტაფონის ტერიტორიაზე მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე, კერძოდ მეხუთე საშუალო სკოლის და ირინეს პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე აეშენებია საცურაო აუზი, სპორტული კომპლექსი. რა თქმა უნდა, მუნიციპალიტეტის გამგეობა მიესალმა აღნიშნულ იდეას, წარმოადგინა მეწარმემ შესაბამისი პროექტი, რაც განხილული იყო ზედამხედველობის სამსახურში. შევითანხმეთ, მიეცა ნებართვა და დაიწყეს სამუშაოები. ძალიან კარგია მიესალმებით და მეწარმის ინვესტორის ინფორმაციით უახლოეს პერიოდში უნდა გაიხსნას უკვე აღნიშნული ობიექტი.
პროექტის პირველი ეტაპი საცურაო აუზების ფუნქციონირების დაწყებაა. მთლიანად კომპლექსის მშენებლობისა და კეთილმოწყობის სამუშაოები, როგორც აქ ამბობენ, მომავალი წლის თებერვლისთვის დასრულდება. 2 აგვისტოს ღამეს შპს საერხეში მომხდარი ხანძრის მიმდინარეობასა და მის შედეგებს გაზეთ ზესტაფონის მოამბე პირველი გვერდის სტატიაში ეხმაურება. მძიმე ღამე და დაზარალებულები დახმარების მოლოდინით. მიიღეს თუ არა სახელისუფლო შეთავაზება ალტერნატიული ფართის გამოყოფის თაობაზე, მათ ვისაც სარეალიზაციოდ გამზადებული საქონელი და სავაჭრო დახლები გაუნადგურდათ. რა ხდებოდა აგვისტოს ყველაზე ცხელ ღამეს ზესტაფონში? წაიკითხეთ პირველ გვერდზე ცეცხლით გაძარცვულნი. ახალი ნომრის შიგა გვერდები მუნიციპალიტეტში ბოლო პერიოდის განმავლობაში განვითარებული მოვლენებისა და ფაქტების ერთობლიობას წარმოადგენს. ქრონიკები მკითხველს ზესტაფონსა და მის ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ, კულტურულ, სპორტულ და სხვა სახის სიახლეებზე მოუთხრობს. ნომერში მუზეუმების გაერთიანების 6 თვის შედეგები და სხვა მასალებიც იბეჭდება.